რატომ არის ესეთი შედარება მომივიდა? ადამიანთა უმეტესობა ვერ ბედნიერი. იგივე მონცემულობაში თითქოს ყველაფერი აქვს, იმიტომ რომ არავინ არასოდეს გვასწავლიდა მიზნების დასახვას. და დღესაც არავინ არავის ასწავლი. შეიძლება ერთეულები უკვე გამოჩნდნენ, მაგრამ მიზნის დასახვა ადამიანის თავარი მამოძრავებელი ძალაა და მისი აღსრულება ადამიანს საკუთარი თავის ძალას აძლევს. Self-respect, საკუთარი პატივისცემის და სიამაყის შეგრძნებას თავარი. ჩემი თავისუფლება, თავისუფალი მოქალაქის თავისუფლება არ უნდა ზღუდავდეს თქვენი თავისუფლების ველს. აი როგორც კი მოუახლოვდა, იქ უკვე უნდა გაჩერდეს. ცნობილი ბერნარ შოუ ამბობდა, როდესაც მივხვდი, რომ ჩემი 10 დაწყებული საქმიდან ერთი მხოლოდ სრულდებოდა წარმატებით, დავფიქრდი და გავაათმაგე შრომაო. ის კი არ ვთქვი, რომ ბედი არ მაქვს, არამედ შრომა გავაათმაგე, რომ ცოტა მეტი წარმატება მქონოდა, ხო?